აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროში სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ერთეულების მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს. უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შესრულებული სამუშაოს, დასახული გეგმების, არსებული გამოწვევებისა და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. ხაზი გაესვა დევნილთა ჩასახლებებში ბინეთ მესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითარების აუცილებლობას, მათთან მუდმივი კოორდინაციის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პანდემიის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენ დევნილ სამინისტროში მოგვესმინა შუალედური ანგარიში, რომელიც უკავშირდება ამ სამინისტროს საქმიანობას და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. გავიარეთ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენ დევნილ საზოგადოებას, განსაკუთრებით ვინც ცხოვრობს კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებში და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ გავაფართოვებით ჩვენ აქტიურობებს. იყო განსაკუთრებულად ხაზგასმული ის პრობლემები, რომლებიც გააჩნია ჩვენ დევნილ მოსახლეობას და როგორ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემები, რა საკითხებია განსახილველი, რა პროგრამებია სოციალური განსახილველი იმისათვის, რომ დევნილებს უნდა გაუადვილოთ საცხოვრებელი პრობლემები. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ის ინიციატივები, რომელიც ბატონმა თავმჯდომარემ წარმოადგინა. ვეცდებით ყველაფერი გავეთვალისწინოთ და შემდეგში ეს ნაკლოვანებები იყოს აღმოფხვრილი. მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ სამინისტროს ტერიტორიული სტრუქტურების ხელმძღვანელებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმატებული საქმიანობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.